ერთ ულამაზეს, პატარა იტალიურ სოფელში ცხოვრობდა კეთილი ხისმთლელი სახელად ჯეპეტო. მისი სახელოსნო სავსე იყო საოცარი ხის სათამაშოებით, მაგრამ მოხუცი თავს მარტოსულად გრძნობდა. მთელი გულით ვინატრებდი, რომ მყოლოდა ჩემი საკუთარი საოცარი პატარა ბიჭი. თავის გასამხნევებლად მან გადაწყვიტა ფიჭვის ხისგან ულამაზესი თოჯინა გამოეთალა. იმ ღამით დაძინებამდე მან ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა კაშკაშა ჯადოსნური ვარსკვლავი. კაშკაშა ვარსკვლავო, გთხოვ, ამისრულე ნატრა და ჩემი ხის თოჯინა ნამდვილ ბიჭად აქციე. სანამ კეთილკაცს ღრმად ეძინა, მისი ოთახი უცებ ბრწყინავი ჯადოსნური ლურჯი შუქით აივსო. იქვე გაჩნდა ულამაზესი ლურჯი ფერია, რომელსაც კაშკაშა ვარსკვლავებისგან შეკერილი კაბა ეცვა. ჯეპეტო ძალიან კეთილი კაცია. დროა გაეღვიწო პატარა ხის თოჯინო და დაიწყო შენი ახალი ცხოვრება. ხის თოჯინამ თავისი დიდი თვალები ნელა დაახამხამა. მან თავის ხელებს დახედა და მიხვდა, რომ ცოცხალი იყო. იმისთვის, რომ ნამდვილი ადამიანი გახდე, ყოველთვის უნდა იყო მამაცი, მართალი და უანგარო. გპირდები, რომ კარგი ბიჭი ვიქნები. მოუთმენლად ველი ამ დიდი სამყაროს შეცნობას. მეორე დილით მოხუცმა ხისმთლელმა ადრე გაიღვიძა. მას თავისი დაღლილი თვალების არ სჯეროდა. ჩემო ძვირფასო ბიჭო, შენ მართლა ცოცხალი ხარ. ეს ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში. კეთილმა კაცმა თავისი ერთადერთი თბილი ქურთუკი გაყიდა, რათა პინოკიოსთვის წიგნი ეყიდა. პირდაპირ სკოლაში წადი პინოქიო, კარგად ისწავლე გაკვეთილები და ყოველთვის კარგი ბიჭი იყავი. ბევრს ვისწავლი და გაგახარებ, ჩემო ძვირფასო მამა. სოფლიოში საუკეთესო მოსწავლე ვიქნები. მაგრამ სკოლისკენ მიმავალ გზაზე პატარა ხის ბიჭი ეშმაკ მელასა და ძალიან სულელ კატას შეხვდა. სკოლა ისეთი მოსაწყენია. წამოდი ჩვენთან ერთად თოჯინების თეატრში. შენ დიდი ვარსკვლავი გახდები. პატარა ბიჭს უნდოდა კარგი შვილი ყოფილიყო, მაგრამ ასევე ძალიან უნდოდა ცნობილი ვარსკვლავი გამხდარიყო. მან დაივიწყა თავისი მამისთვის მიცემული პირობა და სიხარულით გაჰყვა ეშმაკ მელას კარვისკენ. ფერადი კარვის შიგნით თოჯინების ოსტატის სახელად სტრომბოლი ფანტასტიკურ წარმოდგენას მართავდა. შეხედეთ ამ საოცარ პატარა ხის ბიჭს, რომელსაც შეუძლია სიარული და საუბარი ყოველგვარი ძაფების გარეშე. პინოკიომ დიდ სცენაზე სხვა თოჯინებთან ერთად იცეკვა და მაყურებელმა ძალიან ხმამაღლა დაუკრა ტაში. ეს წარმოუდგენლად სახალისოა. ახლა ცნობილი ვარსკვლავი ვარ და ყველას უყვავს ჩემი ცეკვისა და სიმღერის ყურება. საოცარი წარმოდგენის შემდეგ სტრომბოლიმ ხის ბიჭს საჩუქრად 5 ბრწყინავი ოქროს მონეტა აჩუქა. შენ დღეს ფანტასტიკური სამუშაო შეასრულე, ჩემო პატარა მეგობარო. ახლა ეს ოქროს მონეტები სახლში წაიღე. პინოკიო სახლისკენ გაემართა და ოცნებობდა მოხუცი ჯეპეტოსთვის ახალი თბილი ქურთუკი ეყიდა. მაგრამ ეშმაკმა მელამ და სულელმა კატამ დაინახეს ოქროს მონეტები და სწრაფად გაიქცნენ ბიჭის მოსატყუებლად. თუ შენს ლამას ოქროს მონეტებს მინდორში დამარხავ, ისინი ფულის უზარმაზარ ხედ გადაიქცევიან. სულელმა თოჯინამ დაუჯერა მათ და თავისი მონეტები მიწაში დამარხა. იმედოვნებდა, რომ ძალიან მდიდარი გახდებოდა. სანამ ის ჯადოსნურ ხეს ელოდებოდა, ეშმაკმა მელამ და კატამ სწრაფად ამოთხარეს მონეტები და გაიქცნენ. ო, არა! ჩემი ულამაზესი ოქროს მონეტები სრულიად გაქრა. როგორ გავიყიდო ქურთუკი ჩემს მამას? უცებ მტირალი ბიჭის წინაშე კეთილი ლურჯი ფერია გაჩნდა. ძალიან რბილი და მამშვიდებელი ნათებით. რატომ არ ხარ დღეს სკოლაში, პინოქიო? სად დაკარგე შენი ახალი სასკოლო წიგნი?
პინოკიოს შეეშინდა სიმართლის თქმის. მან გადაწყვიტა ულამაზესი ფერიისთვის პატარა ტყუილი ეთქვა. მე დავკარგე ჩემი სასკოლო წიგნი, როდესაც გიგანტურ მონსტრს ვებრძოდი. როგორც კი ეს სულელური ტყუილი თქვა, მისმა პატარა ხის ცხვირმა მყისიერად დაიწყო ზრდა და დაგრძელება. როცა ტყუილს იტყვი, შენი ცხვირი გაიზრდება. შენ ყოველთვის მამაცი უნდა იყო და სიმართლე თქვა. ძალიან მწუხვარ. მე თოჯინების თეატრში წავედი და ჩემი მონეტები დავკარგე. აღარასდროს ვიტყვი ტყუილს. კეთილმა ფერიამ თბილად გაიღიმა და პატარა ბიჭს თავისი სულელური შეცდამა სწრაფად აპატია. ძალიან ბედნიერმა თოჯინამ მადლობა გადაუხადა ულამაზეს ფერიას და სწრაფად გაიქცა სოფლისკენ. მე არასდროს გავჩერდები, სანამ ჩემს საყვარელ მამას არ ვნახავ და მაგრად თბილად არ ჩავეხუტები. მაგრამ უცებ მასთან ბავშვებით სავსე დიდმა და ფერადმა ეტლმა ჩაიარა. ჩვენ სათამაშოების ჯადოსნურ კუნძულზე მივდივართ, სადაც არავინ არასდროს სწავლობს. სულელმა ხის ბიჭმა სწრაფად დაივიწყა თავისი კარბი დაპირებები და ეტლზე ახტა. სათამაშოების კუნძული სამყაროში საუკეთესო ადგილად ჟღერს, სადაც დაუსრულებლად გავერთობი. ნათელ კუნძულზე ბავშვები უამრავ ტკბილეულს ჩამდნენ და მთელი დღე თამაშობდნენ. მე აღარ მინდა სკოლაში წასვლა. მთელი დღე ტკბილი კანფეტების ჭამა ბევრად უკეთესია. მაგრამ ჯადოსნურ კუნძულს საშინელი საიდუმლო ჰქონდა ზარმაცი ბავშვებისთვის, რომლებსაც სწავლა არასდროს უნდოდათ. ზარმაცი ბიჭები ნელ-ნელა პატარა ვირებად იქცეოდნენ, რადგან ისინი ზარმაცობდნენ. ღმერთო ჩემო, რატომ გამომივიდა უცებ გრძელი, ბეწვიანი ნაცრისფერი ვილის ყურები თავზე? ახლავე უნდა გავექცე ამ საშინელ ადგილს და საბოლოოდ დავბრუნდე ჩემს საოცარ მამასთან. მამაცი პატარა თოჯინა ჩუმად გაიპარა მძინარე მცველებთან და კუნძულიდან გაიქცა. ის საბოლოოდ მივიდა თავის მყუდრო სოფელში, მაგრამ მამამისის პატარა სახელოსნო ცარიელი დახვდა. მამა, სათხარ? ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ცუდი და სულელი ბიჭი ვიყავი. ამ დროს თეთრი მტრედი ჩამოფრინდა და სევდიან მტირალ ბიჭს საიდუმლო წერილი მისცა. შენი მამაცი მამა ღრმა ბნელ ოკეანეში გაემგზავრა თავისი დაკარგული პატარა ბიჭის საძებნელად. დაუყოვნებლივ უნდა წავიდე და გადავარჩინო ჩემი საყვარელი მამა საშინელი დიდი ტალღებისგან. მამაცი პატარა ხის ბიჭი ქვიშიან სანაპირომდე გაიქცა და ოკეანეში გადახტა. არი ნერვიულო ჩემო ტკბილო მამა. მე ძალიან სწრაფად ვცურავ, რათა ამ უზარმაზარ წყალში გიპოვო. უცებ გიგანტურმა კეთილმა ლურჯმა ვეშაპმა პატარა თოჯინა ერთი უზარმაზარი ყლუპით გადაყლაპა. აქ წარმოუდგენლად ბნელა. მე ხაფანგში ვარ გიგანტური მძინარე ვეშაპის მუწელში. გიგანტური ვეშაპის შიგნით მან დაინახა პატარა კოცონი, რომელიც დამტვრეულ ხის ნავზე ენთო. ჩემო ძვირფასო პინოქიო, შენ საბოლოოდ მიპოვე. ისე წარმოუდგენლად მომენატრე, ჩემო ტკბილო ბიჭო. მამაშვილი მაგრად ჩაეხუტნენ ერთმანეთს და ბედნიერების ცრემლებით ტიროდნენ. ჩვენ უნდა ავანთოთ უზარმაზარი მბოლავი ცეცხლი, რათა გიგანტურ ვეშაპს პირი გავაღებინოთ და გავიქცეთ. მათ ბევრი შეშა ჩაყარეს კაშკაშა ცეცხლში, სანამ ძალიან სქელი მუქი კვამლი არ გაჩნდა. გიგანტურმა ვეშაპმა ყელში უზარმაზარი ღრუტუნი იგრძნო და წარმოუდგენლად მაგრად დააცემინა. ძლიერმა დაცემინებამ მათი პატარა ხისტივი უზარმაზარი პირიდან პირდაპირ ოკეანეში ისროლა. მამაცმა თოჯინამ თავისი ძალა გამოცლილი, დაღლილი მამა თბილ სანაპიროზე გამოათრია და სიცოცხლე გადაურჩინა. გთხოვ გაიღვიძე მამა.
ჩვენ უსაფრთხოდ ვართ სახლში. მე ყოველთვის სამაგალითო ბიჭი ვიქნები. მოხუცმა ნელა გაახილა თვალები და თავის მამაც პატარა ხის ბიჭს დიდი სიხარულით ჩაეხუტა. ულამაზესი ლურჯი ფერია კიდევ ერთხელ გამოჩნდა და მამაც უანგარო ბიჭს ღიმილით დახედა. შენ საბოლოოდ დაამტკიცე, რომ ხარ წარმოუდგენლად მამაცი, სრულიად მართალი და უანგარო. მან თავისი მანათობელი ჯადოსნური ჯოხი დაუქნია და ხის თოჯინა ჯადოსნურად სრულად გარდაიქმნა. ღმერთო ჩემო, შეხედეთ ჩემს რბილ ხელებს. მე ნამდვილი ადამიანი ვარ. ჩემი უდიდესი ოცნება ახდა. ჯეპეტო მაგრად ჩაეხუტა თავის საოცარ, ნამდვილ შვილს. მათ დიდხანს და ბედნიერად იცხოვრეს. წავიდეთ სახლში, ჩემო საოცარო ბიჭო. წინ ლამაზი, გრძელი და ბედნიერი ცხოვრება გველის. ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ თავიანთ პაკარა სახელოსნოში და ყოველთვის ახსოვდათ, რომ სიმართლე და სიყვარული ნამდვილი ჯადოსნობაა.